გააყრევინებს გვირიც. აუ ბავშვობაში მყავდა ძალიან ბევრი კურთხლები. ვამრავლებში. ასე დავდგეთ. მაგარი გატიკებია. ხა ჩვენ ორი დღეს ვჭამთ. ეუბნე ერთი კვირა ამიჯამე. ორიზე ვაიც არა, ცალ-ცალკე. 1 2 1 თენდება. ცოდვებით ახსავს ეკალაში. მოგესალმებით, ჩვენ ვართ არხი მავანი. არხი გამოიწერეთ და თქვენ უყურებთ ჭამა-ჭამითის მორიგ ეპიზოდს, რომელიც შეიძლება იყოს მე-6-ე. დღევანდელი სტუმრები არიან ბატონი ჯითუჯი და ბატონი გუნდიში. ჩვენ წავალთ გუდაურში და შევეჯიბრებით ერთმანეთს ჭამაში. არ შევეჯიბრებით, მაგრამ შევჭამთ რა. მაგრა შევჭამთ როგორც ვეთყობა, რომ უმეტესად ხინკალი იქნება. მე ვიცი რომ შენ სტელას ხინკალი გიყვარს, მაგრამ აქეთაც არის რაღაცები. დღეს გუნდიშას მანქანით მივდივართ, ზამთრის საბურავად მარტო ამას ეყენა. ეს ვიდეო თუ დააგროვებს 10,000 ლაიქს, მე შევჭამ 100 ხინკას ამ ვიდეოში. მაგრამ როგორ რაღაცას დროის გარღვევა მოგიწევს რაღაცნაირად. შემდეგი ვიდეო დაიწყება მაგით. თუ მოწოთ ესეთი იდეები გამოიწერეთ არხი, რომ კვარა უფრო მეტი ჭამოსხმოვი სხვადასხვა გზებზე. სხვათა შორის ჩვენ დიეტაზე ვართ და მარტო აქ ვჭამთ. წავედით ეხლა ჯითუჯის გადაძრომა გადაუკეთ რა. ესა ხო შენი ახალი მანქანა. აი ეს დაუწრიე რა, აი. ამობალზე ძალიან მაგარი. ამას არაფერი არ უნდა, პალი რო უკანა ეგა. ახალი ზამთრებია ძმაო ეს. ხო. პანორამა? კი, პანორამა ზევი. ძალიან მაგარი. და აი წამყვანი თვლები არის ეს. აი თვითონ დასხედი. აი ეს არის გუნდიშას ახალი მანქანა. მიულოცოთ კომენტარებში რომ მალე გააკეთოს. რომ მიდის კადრების რჩება. ხშირად ჭამითის ვიდეოში გეპატიჟებიო და წამოხვალო დიეტაზე რო ხარო და მეთქი კი ეგრე არ უთქია დედას არ მოუწია. ნატახტარს გავწდით და მივდივართ ჩვენ ეზოში, წითელ სოფელში. მე ძალიან გამიხარდა სხვათა შორის ჩვენი ეზო რო ვიყო. ნავყოფი ხარ. შენ არ ვარ ნავყოფი და მეც არ ვარ ნავყოფი და ვნახოთ რა. ნავყოფი და ძალიან მომწონს გარემოც და ხალხიც მუშაობს ძალიან საყარლები არიან და ჩემი სირთულე რა ვიცი, ეხა არ ვიცი, გამოცდილება რო არ მაქვს, თავიდან რამდენი უნდა ვჭამო. 5 რესტორანში ამას ეხუმრები? წავედით, შევედით ჩვენ ეზოში და ვნახოთ აბა როგორ გაგვიმასპინძლდებია. ესე იგი მოვიდა ავოკადოთი და პესტოთი, კიტრი პამიდრის სალათი. არტერად შვენიერი გადმოგივეთ. პამიდრები. ხო, ცალკე ხომ. კახელკაცო, ავოკადოებს მიდებ რა თვით, გემრიელად მიირთვით. განსხვავებული გემოა. უბრალოდ პესტო უფრო მაკარონთან. რაღაცა ხომ შეცვალო ხომ ცოტა იმას. რაღაცა ჯანსაღად უნდა სხვა რამეს მეუდი, მაგრამ მოვა ისინი. ვიცი დიეტაზე მოვა. ხინკალიც მოვიდა, ძმაო, რამალეთან. ვიზუალურად დავეწაფოთ. მე ჩაპირობ ხარ აღით, მე რაღაც ვაკეთებ, ეგ არ გააკეთოთ ხოლმე, მაგდენი პილპილი არ დააყაროთ. სახში არ გაიმეორ. მაგრამ მე ვასწავლო. მაგარი წვენი. და ფაშიც გაიგო. ეს არის ქალაქური ვერსია და იდეალური ზომა არის. აი კარი ხორცი და შიგნით. ესეთი ჭამის ვიდეოში პირველად ვარ YouTube-ზე. ადრე ტელევიზიაში ვიწევდი. YouTube-ზე რატო? კი არ არის, მაგრამ კარგია და გემრიელია. ბიჭო, ჩვენიც გაია, ხორციც გაია, ცომიც გევასება. ეს უნდა გევასებოდა, მაგრამ ზოგს არ ევასება, ესეთი ცომი ზოგს ევასება. მე მაგრამ ვიყავს. წოლი. შიგნით ყველი არის. და მწვადი. ესე მალე როგორ აკეთებ? რაღაცა დროს აჩქარებენ, გასინჯავ. შენ სალამ ქაბაბ გასინჯავ. მე ამ ხინკავს წველი მეორესაც შევჭამ და გასინჯვისთვის არ ვიზავ. უკვე სიამოვნებაზე გადაყვანი ხო? აი, შემიძლია ესე პირდაპირ ეგრევე გადავხლაპო. ხო, ეს ეგეც გაია. პირი არ დავი. უჭია, ნო, ცოო. DVD დისკივით გადაიღე. დაცა პირი და არასდროს უჭამია სულგურიანი. ქაბაბი. ბადექონში გადაყვანი. გარედან არის ბადექონი. მე მგონი სხვაგან ვეღარ შევჭამთ ჩვენ. ძალიან მალე განებდნენ ბიჭები. მე სერიოზული პრეტენზია მაქვს ჭამას მიზე. რა ბევრს და? არა და არ გეტყობა არც.
როგორია? კარგი. მე იჭვით არ მემყარებოდა რომ შემოვიდით ვიცი. ჯუჯუს ვერ ვიწყები, როგორია? ბადეფონი ასტობს. ყველი იმდენად არ მისწორდება, მაგრამ პირველად ველიან კაბაკს. ნეკნის წვადია ეს. ჯითუ შენ გაგისწორდება კახელი კაცი. წვადი ცოტა ჩემთვის დიდი ტკივილია ზოგადად. და ნახოთ წვადი როგორი იქნება. მგონი აღარ იქნება ტკივილი. საკაიფო მწვადია. ამდანითაც რო კარგად გაიჭრა ხორცი, კარგია. ტყემალი დაგევასება თორე. კარგი არის. კარგია? გაამართლა? კახელი კაცის მოიჭი ტიპიური მწვადი არ არის ახლა ისეთ დროს კახეთში იყო ხო? და მემრიელია. ხორცი მომეწონა რომ ჭიჭია ზა. ნეკლისა. მე რაღაც და ხინკალი არის ნახევრად უხეში ცომით რა. ხოლომდე არა. ეხა კიდე რო არ ვიყო წასასვლელი ამას არ დაგიტოვებო. რო ვერ ჭამ. მომეწონოს და აქ რაღაცას ტოვებს და უკვე გული მწყდება. თუ არა და გამოვიაროთ უკანაგზე. აბა დაახლოებით გამოვიცნოთ. ყველანაირი დისკაუნტი ნემის გარშე გვექნება ყველაფერს ხო? ხო, ხო. ჩისტა გვექნება. ის მაგრა თulis ხომ რაღაცა. ანგარიში. 150 არის. მე ვიტყვი 120. 125 და. და ვინც შორს ბანებს იქნება? რამეს? ო, იაგერ. 153. კაი. ჯითონ გა. ერთი შოთი იაგერი. არა, იმან ისე დაითვალა, რომ მე ზუსტად გას 3 ლარითაც. უნდა გეთქვა 153 და 20 უნდა გეთქვა. ურის ჭამას გაუმარჯოს. ამჯერად საჭესთან არა ვარ. ამ ადგილს გაუმარჯოს, ჩვენ გაგვიმარჯოს და ჩვენ აი გასავლელ გზას გაუმარჯოს. გუდაურამდე რომ მივდივართ. და იცვილი იყოს ეს ვოიაჟი. იხარდა აბა, გაგვიმარჯოს. შევხვდებით შემდეგ ლოკაციაზე. გრძელდება ნამდვილი ქართული პურის ჭამელური, დამრტყმელური გადაცემა. ხო. მე არა ვარ საჭესთან და კიდია წავაგებ ნებისმიერ შენს. არ არის. ეხლა მოვედით არაგვისპირში, თეთრი დუქანია, ძალიან ბევრმა დააკომენტარა ეს ადგილი. ამ ვიდეოშიც დაწერონ, შემდეგში რა უნდათ რომ ხო, ამ ვიდეოში დაწერეთ, სავარაუდოდ თბილისის ეპიზოდი გვექნება, რაც მოგჩა. კოკა-კოლაში უეჭველი მივდივართ, იმიტომ რომ დაკეტილი დაგვდო. და დანარჩენები გვირჩიეთ. აქ ამბობერო ძალიან კარგიაო, თეთრი დუქანი ქვია და ესეთ ძველებური სიტუაცია, უპეები და რაღაცეები. შევიდეთ. საინტერესო გამოცდილება იქნება. ხო. იმის იქით სადაც ვიყავით ბოლოს, მე აღარ ვარ არსად შესული. უკვე გუდაურში მე რა. შევიდეთ ჯერ არ. მე ვთქვი რომ ამას არ შევჭამთქო რა და რაღაცა ისე კარგად გამოიყურება რომ შილია. ოსტრიც არ გაციდეს. ბიჭო ერთად მოვიდა. ვახ ძალიან ჩქარა მომჭამოთ ეხლა რომ არაფერი არ გაცივდეს თორე. მე ხაშლამათი დავიწყებ. მე მოგბაძავ. ხაშლამას და ქალს ხელით უნდა შეეხო. ზოგადად ეს ხორცის ბილი არ შეფრა ბილი. თათვალე დიეტურია. მაგონი თორემ რომ ჩიტო ისეთ მეჭერდა ძული და ჭამას გემრიო. ნორმალურია. ნორმალურია, მაგრამ ეხლა ახეთში უნდა ვიყოთ რომ მომეწონოს მე. მოდი მე ან ცოტა აგრესიული იქნები ხაში. იყავი აი ეს მომწონს ჯეჯი. ხეთინა ძალიან კაია. ზოგადად გაცივდეს, კარაქები რო აქვს, ცხიმები, აკლია ცხიმი ჩვენ. ხინკას დავაგებო, მე ვარ გაცივდეს. საკაიფოა. ფოტოშოპის კი. აი, გემოები წამეთამაშა. ეს უბრალოდ ვერ წუნები და ვარჭობ, თორე ხელით ვიღებ ხოლმე. იტალიური ქალაქური პლანირებს სამთიულო კანგები. მოვწდო? ოკეი. ბიჭო, რა ბედნიერება, საპილპილეს რომ მოატრე და გემრიელად იყარება და ის რო არ გიწევს. ვარ ძალიან ბევრი იყრება. ბიჭო, გემრიელი. ფოტოშორის რო დაწერთ ხოლმე კომენტარებს, მიაყოლეთ რა ავიღოთ. ყველაზე ტოპ რა არის? ვაუ. აი მე კარაქი აქვს ჩვენს თავზე. აი ხა გავსინჯავთ და შიგნით აი ესეთი წვანილები. ხინკალი ძალიან გამისწორა და დაიფო. ესეც მაგარია. ნახოთ ახლა ოსტრი. ფოტოშოპის ერთ-ერთი საუკეთესო არის, რაც უჭამია ჭახები. ბინდურით ზომით. და ესეთი ადგილების და ესეთი რესტორნების თავარი უპირატესობა რა არის, რომ ადგილობრივები აკეთებენ, კარგად იციან ეს. კაი ხელია. ესეთი შემორჩენილი თუ არის ხოლმე ზოგადად რაღაც გარედან ვიზუალურად რომ შეიძლება არ მოგეწონოს და რაღაცა კიდე ამდენი ხანი მუშაობს და შემორჩენილი ის რო ძველია. რაც ჩიგნით რაღაც კარგს აკეთებენ რა. მე გარედან პრობლემა ისე არ არის. ოსტრი და ასეთი ოსტრის ხარის გაუკეთებული ცალკე. ზოგს
მექს არ უყვარს ცხარე, მაგრამ მოდილია დაამატო. და ისე რაც არის როგორია? ნორმალურია, მე ნორმალურია. სიცხარე აღრია. მე სიცხარეს ვაფასებ ოსტში. ეს მხარე არ არის ეგეთი ცხარეები არ უყვარს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ამაზე ვთქვი, ვერ შევჭამ. ხო, არ გიყვარს და შეგაჭამ. შემოინახე თავი, დამიჯერე. არა ერთი კიდევ. არა, რას მე ვეღარ შეჭამნე. ბიჭო, კაი, მოსწრე, კაი. საკაიფოა, მართლა თუ ხარი გინდა რაღაც გააფრთხილებ ალბათ მე. არა, ციტაკები მოიტანო საკიდი და არა, ძალიან წვადი. ამე დაბაბიჭებო. მე ცოტა მაგარი მეჩვენება. კარგი. კარგია? მე კარგი ნაჭერი. აი, კოდია. ასტორებს ძალიან. და კიდე ერთი რაღაცა მეგობრებო. ეს კონტენტი არ არის იმისთვის, რომ რაღაც ობიექტებში მივიდეთ და ცუდად შევაფასოთ და რაღაც ჩვენ მიზანი არ არის რა. არა თუ იქნება რამე ისეთი, პირიქით ეს არის გზამკვლევივით, რომ აი მიდით და კაი რაღაცა დაგხვდებათ რა. იმიტომ თქვენს წერთ ხოლმე კომენტარებში, რომ აქ მიდით და აქ მიდით. რამე ცუდი ისეთი თუ დაგხვდა, ყველაფერს ობიექტურად ვიტყვით, რომ თვითონ ამ სამზარეულომაც გამოასწოროს, შეიძლება რაღაცა ისე არ ქონდეს, რაღაცა ისე ვერ იყოს და ამათაც გამოასწორონ და თქვენს რო რამე ესეთი კერძები შეუკვეთოთ, რაც ყველაზე კაია რა. აბა რამდენი იქნება ანგარიში? მოდი მე ისე 120 ვასვით. მოდი მე 125 ვიტყვი. იგივე ვთქვათ? მე გამოვიცნო. იცი რატო ამათ რა ვერ გათვალეს ზოგადად ხაშლა მარა ფასეული ნივთია 200-დან 105 ლარია ანგარიში. 205 ლარი ხა? შენ ხარ ყველაზე ახლოს მე შუა. ხა როგორი ტოპ რა გაწევს მე ჩემი იმით ვარ ინვენტარით. არა, უსამართლო გამოდის. შენ ბევრად დიდი ჭიქიდან დალიები. კახელი კაცია განსხვავებული და ასლავარო ზონია 400 ლარიანი ვარგიზურანია. ჩემთვის მეგობრებო ხაშლა მარი შეუფასებელი და მაგითო იქ ბარიც იყო, აქ არა აქვთ ალბათ იაგერი არც მიკითხავს. აი იაგერს ესეთი რაღაციდან რო სვავ, იმენა ეს არის ბავშვო. ყველის წამა. მაგრამ მიდის, აი დამიჯის. კი. ჩვენ მაყურებელს გავუმარჯოს. ძალიან მიყვარს მე ჩვენი მაყურებლები, ქუჩაში რო ხვდებიან ძალიან ტკბილად და თბილად რო ვისალმებიან რაღაც და რო უხარია ხოლმე ჩვენი ნახვა ესე. კარგად იქნება მაგრა იყვნენ და ჩვენ აგვიმხიარებინოს ისე როგორც საჭირო არის და რაღაც კარგი გამიგეთებინოს და ჩვენც გვიმხიარულოს. ჯითუჯის კიდე ორივე ჭიქას დაულოცავ იგერ რო. ორი ჭიქა ჩემი არის. აბა ჩემი ხორი იქნება და ვინც აიაროს, ჩაიაროს, კეთილი თვალით შემოხედოს, ყველას გაუმარჯოს. ჩვენ გაუმწერებს გაუმარჯოს. გაუმარჯოს, მე ამ ობიექტს დავუცა, წარმატებებს უსურვებ და ყველაფერი იყო ნორმალური, კარგი. საკადრისი მშვენივრად გეახელით, კაი ხინკალი, კაი ესა, კაი. ხინკალი გამორჩეული. ხო, აბა, გაუმარჯოს. გაუმარჯოს, საქაურებას გამარჯოს. და ვის გაუმარჯოს კიდე? დღეს არ აყავს. ხელი არა აქვს, გაუჭიდეს ლეგენდას. გაუმარჯოს, სადაც არის, როგორც არის. სტაბილურად არის, სხვათაშორის კარგად არის და შემდეგი ვიდეოდან შემოგვიერთდება ჩვენი ლუკა, ყველაფერი კარგად მიდის კურნალობა. გაგვიმართლა მოკლედ. ლუკა, შენ გაგიმარჯოს, აბა, აქედან დაგლოცავთ სულ ყველა. მალე გამოჯავშთელებ. ასანაურთან ახლოს ხანდისხევში მოვედით, დინარე ხანდისხევის ხიდს რომ გამოცდები. ხიდთან არის რესტორანი კახაბერი. აუ, წვიმას რო ჩაუწიოთ რა. ოქროს შესანიშნავი შეერჩი. ისეთ ადგილებში მატარებ რომ არასდროს არ ყოფილი. საჩემო ის არის კონტენტი. შენია. ორგანულია შენ. იმენა ორგანულია და მართლა მიყვარს ესეთი ადგილების აღმოჩენა, სადაც არ ვარ ნამყოფი და სულ კითხულობ ხოლმე. თან რა არის ახლა გუდაური მის ნახე როგორ დგას კამერასთან მუშაობა არის. ასე დავდგეთ. მაგარი გატიკულია. ბუხარია და გუდაურიდან რო ჩამოსულ ვარ ხოლმე ფეხზე. ძველი რო გაქვს რაღაცა გამიხდი, გამიშრია, თან ხინკალი მოსულა. უხასთან დააწყობ ხოლმე. ხო რა, აი დრო მიტარებია რა. ნახოთ ეხა აქ რა დაგხვდება. წავედით, აბა, კარგი ინტერიერია, ექსტერიერიც არ არის ცუდი. ეს თევზი შეიძლება შეუკვეთო. შეუკვეთო რა, გთხოვ. შენ თევზებთან სხვა სენტიმენტები და კაი, არ შევჭამოთ. ხურდები. მანქანაში გექნება. რამდენი გვინდა აბა? ლარიანი მაქვს, ლარიანს ვერ გავიმეტე. ლარიან ჩაგდეთ 5 წამოვიღებ თუ გინდა. რა ჩავიფიქროთ? რამდენი 1000 გამომწერზე ხარ? 100, 200.000 გამომწერს ჩავიფიქრე. გამოიწერეთ არხი. დავაი.
აბა ნახე, შედი აბა. შედი აბა ნახე. ბიჭო, ესე მალე როგორ დო? ხადა. შედით ნახე თქვენს. 200,000 გამომწერზე ვართ მეგობრებო და 200 სპეშალს შემოთავაზე. მოვიდა ხალის სორტი და მოვიდა ხაჭაპური, ტაფის. ეს არ შეგვიკვეთავს და სურპრიზათა ფელამურში. ეგ ალბათ დესერტი. ხაჭაპური სასწაულია, ჩემი აზრით. იგი გავაღებინოთ. ოპა. ნახე მე შენ რა შევიდა გავაკეთოთ. არა, ხო. არა. ჯერ ესე ვჭამ ზედას და მერე შევჭამ. არა, ხაჭაპურსაც გავსინჯა. მე ესეთი ხაჭაპური არ მიჭამია. აუ, ნახრას უნდა არის. აი სახში რო გამოაწყო ხაჭაპური ეგეთია. ვიმრელი. და ეხლა ვნახოთ ბადრიჯანთან ესა. გულ მოუხდა. ხოთა შორის ერთ-ერთი საწყობია. ხოდაც ესე გადაკეცილში იდება ესენი. დიდი ღომში არის დაკეტილი აქვს და მაგასაც შემოგთავაზებ ჩემი ვიდეოში. ძალიან მაგარი ხაჭაპურია. ხაჭაპური მალე მოვიდა ძალიან. ძალიან ცუდად ვარ უკვე. აი ეს ბევრი გამოვა. მაგისტვის კი. ესე ჩადებული ნახია, ბა. ჩადებული არ მივაქვს. მე მინდა რომ ცოტა ბოსტნეული შეუვლიო რა. არა, რაღაცას იგონებს მე ეგრე მგონი. ასიანი ხარ. მე მგონი აი ეს სალათი ხეპონში ზედმეტი იყო. ბერძნული სალათი. მე მგონი არ უნდა შეგვეკვეთა. თუ კურკა არ ექნება 10-იანი, თუ კურკა ექნება 5-იანი. მე მგონი აქვს. ვაიმე. იანია კაი ხო? მოცლელია კარგი. ბერძნული სალათია მოკლედ. ბერძნული. მე საბერძნეთში ვარ ეხა იქ. ნახოთ როგორი ბერძნული საათია სანაურში. ხანდისხევში. მარწყვის კომპოტი არის ზუსტად ისეთი როგორცაც სახლში ვაკეთებთ ხოლმე რა. რა კომპოტი არ არის რეკომენდირებული. დიეტის დი დააყოლე ხო. არა, ზოგადად არ არის რა ჯანსაღი. რა ჯანსაღიც, მე ჩემ ბავშვობაში ოღონდ რამე ყოფილიყო გვეჭამა დაველია. ჩემ ბავშვობაში ვანაში გაკეთებული მონაცვლები. მაგემგელი იყო? არა არის. ხარხანაში მიდიოდი ხომ ბოთლი მიქონდა. და შენი ბოთლი თუ მიქონდა 15 თეთრი და უყურებდი იქვე ვანა იყო და ვანაში კეთდება. მაგარი ქარხანა. სუფთა ვანა იყო რა. ო არა, ზოგადად იქნებოდა ისეთ რაღაცებს ასხავდნენ, ეგეთ გაკრიალებული. ლიმონჟავა ხო იმართება. ხარი საქონელი ხო? საქონელი შერეული არის მთიული. ეს არის ქალაქური მარტო საქონელი. კარგად ვაფრთხილე, არა, კარგად. აი, პირველ სინჯალ ქალაქს. სერიოზულად. წვენი აქ მაგარი. ეხლა თუ განსხვავებული გემოვა რაღაცნაირად. ალბათ წვანილები და რაღაცა და ის ნახე მე უკვე. ხო, რაღაც წვანილები არა აქვს. ალკოჰოლში კაია. შენ ის ჭამე? ეს ჭამე მე და მაგარია. ეს შერეულია რა. ისიც თითქოს შერეულია. შენ უფრო ვაკის ტიპი ხარ. მე მგონი ის გამოვიდა მწვანილები. კიდარი? ვაფრთხილ განსხვავებული გემოებია. ვაფშე იმინა ფორცის გემოც და ისიც რა თქმა უნდა. მე მომწონს ეს გემო. ჯერჯერობით ის თეორია რომ აქეთ რომ მოდიხარ გზაზე ხინკა შეგელია ჭამო, სადაც ვიყავით ყველგან გამართლა. და წვნიანი იყო ყველა. კი, ეს ყველაზე ეს ძალიან წვნიანი იყო. ნაბახუსებზე ხუდავს ჩადი ის რეალე, მერე კარგად დალია, წამოდი მეორე დილით გაჩერდი, სადმე ნაბახუსებს ხო, დავლიოთ ხა და შემდეგ ობიექტზე პახონიაზე ვიქნებ. სიომდის წვადია ეს. მე მაგრად მიყვარს. თევზე მიყვარს ცოცხალიც და შემწვარიც ორ ადამიანი ისეც მიყვარს. ეს თევზი შეიძლება შეუკვეთოთ. შეუკვეთო რა, აქ ხო? შენ თევზებთან სხვა სენტიმენტები და კაი, არ შევჭამოთ. შენ თევზების არხი რა შვებ? ახალ აყვარემს ავაწყობ და მე მომყვა. თუმცა მე თევზს ავჭამდი საერთოდ რა. რაღაც მომენტში ძალიან დიდ ასაკში რო გამიხსნა, გორის თევზის სახლში რო ვიყავი, ავიშვი. გორში? ჯეწუ, შენ ხო თევზების არხი გააკეთე. მე მინდა კატების არხი გააკეთე. გააბრალო? აუ პატარა კრუტები რო ამოვნე. მე ვასება ყველაფერში, აი თუთიყუშებში, თევზებში, კატებში, ძაღლებში. ის თემა რო ამრავლებ რა. მე თვითონ გავამრავო. ეჭო, ამ შემოვლო. აღნევინებს ვინც. თვითონ თევზები ვიცოდი, თუთიყუშებსაც არ ვიცოდი. ესე ხო აკეთებს თევზს. თევზებში როგორ არის, იცი? ბუნებაში თევზი უდეებს 1000 ქვირით. იქიდან 3 ცალი თუ გაიზარდა, ეგეც მიღწევა რა. აკვარიუმში ჩათვალე რომ შენზე არის დამოკიდებული, გამრავლდება თუ არა. აბა მწვადი ნახოთ. მე ამ ნაწილს ავიღებ, სავარაუდოდ.
უდაბნოა შიგნიდან. შეიძლება აქეთ უფრო ხინკალია რა. ხინკალი ამილი ადგილას დაი იყო. ნახეთ ჩვენ შეიძლება სხვა გემო გვაქვს რა. ეს ნახდი აქაური ღორია. ბოლოს შეიძლება ცოტა მაგარი ხოსი გამოდის. იჭმევა, კაია, მაგრამ აი ვნახოთ აი ეს ამწვადის ექსპერტი. იმას მეორე წვნიანი ნაჭერი შემოწა ხა. ჩემთან ნახევარ შეიძლება ქონდა. უჩ ხაჭაპური ხინკალი და თევზი ძალიან კაია. წვადის კაია, პროსტა გემოვნების ამბავია. ხინკალი აიღეთ ყველა ვარიანტში აქ და ხაჭაპური. ო, ფელამუში დესერტ. დავყავეთ. რამდენი იქნება ეს უფრო? 182 და 50. 85. ეხა დაბალი თქვა ძალიან გონი, კი ბატონო, კაია. 130 ხო რა. არა, ყველგან დაასხა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ვერ გავარტყო. რო იცოდეთ, თქვენ რომ ეს პატიოსანი კაცია და გადაღებებს ნემს ამერის ჩანთით და აქ აი ესენი, პატარა არაყი უგდია, აქი აგერი ისინი და რო ნახულობ და სულ რო გადაობს და რაღაცა, იმ თრალია სულ. ხიზებს ეს ჯერავინი ხო. პატრონები დამიწყებენ გაჩერებას. ორივე წააგეს და ეს არის 122 ლარი. ყველაზე შორს ვინაა? მე. ო, აგერი და ფელამუში კაია. როგორი იქნება? ამ ხარეს გაუმარჯოს. ცოტა ხანში საერთოდ აზორს კარგავს, ვინ წააგო, ვინ მოიგო ყველას თავს ხოლმე. ერთი ჩიკა გინდა და მერე დავაი. გაუმარჯოს, ამ ხარეს გაუმარჯოს. ძალიან კაია მართლა ჯერჯერობით რაც. ამ ადგილს გაუმარჯოს და წარმატებები უსურვოთ წინსვლები. დააკვნო ფელამუში. ვაუ, რატო არა? ხო არ დავამატოთ ერთი. მე ბარი რო გახსნა და რაღაცა ლებარი არ უნდა გახსნა. ვაფშე. 1000 ბუტლეკი არის. ოზიკი მეაცება ჩვენი ძნელად. არა რასიზო. რასიზო. ოზიკი ვიყავ. მე დოზის ერთად გვეძინა. შენ ძალიან გამოყალებდი ხო? ხო რა ბრავლებდი. ხუთი გამი აღრავლებდი? დაგლოცო მოიც პოლონური მაფიის ღამე ქონდა. გეიმინგ ფესტივალზე. გეი როგორ? ვისაც როგორ უნდა, ძმა ყველას გაუმარჯო. ის გზაზე. გაგიმარჯოს ოზი. დაგლოცოთ, არ ვიცოდით. ძალიან კაი coming out იყო ამ კონტენტში, პირველი coming out-ია სხვადასხვა და ავი გაგიმარჯოს. აი ეს უკვე მოიტანა. შევხვდებით უკვე შიგ ფასანაურში წესით, მივახლოვდებით ახლა ფასანაურს და რა გუდაურავდე თუ ავაღწევთ არ ვიცი. ისეთი რაღაცა ხდება უკვე რომ მე შეიძლება ჩამომსვა ნიტი. ისევ შესანიშნავი ამინდია და ამით ახლა გეჭები. კი, ზევით თოვლია, სავარაუდოდ გუდაუშის თოვა არის. ხო და გუდაში მოვედით, კომენტარებში ეწერა, ბევრს ეწერა სხვათა შორის. რა არის, გუნდა არ კეთდება? გუდა. წავედით აბა გუდაში ვნახოთ რა დაგხვდება. ვეცდებით რომ ცოტა განსხვავებული მენიუ ავიღოთ. ძალიან უცებ მოვიდა. ხალახური, ფასანაურული, მიურის ხინკალი გაგიგიათ? არა. ხბოს ნეკნები, ხლოვანი, კი ბატონო. არაყი აქაურია, არხუმის არაყია. თორსა გავსინჯოთ. აი კაბაბი. მოდი ახლა თუ ეხლა უნდა დავიწყოთ, მაშინ ჩვენ საქართველოს გამომარჯოს. საქართველოს გამომარჯოს. საქართველოს სადაიძელო როგორ დამედია. გაუმარჯოს ჩვენ სამშობლოს. ძალიან კაია. ყველაფერი უნდა გავსინჯო ახლა. რა კარგად დალია. სიჩქარები გემრიელია. აი მოდი ქალაქურით დავიწყო. ძალიან კაი ზომაა, შიგნით წვენიც კაია, ხორციც კაია. არა მე ამოწურობა, როგორ მუშაობს. ახლა რაღაც წამეთავაშა. როგორ მეგონია. ხო, და ხორცი და ის მაგარია. ქალაქურზე რა სიტყვით? მგონი ღირდა. ხინკალი ყველგან მაგარია აქეთ. არც ერთ ობიექტზე მედგაცრუება არ მიგზნია. ნახოთ ახლა შეულური. ეს არის მხოლოდ საქონლის ხორცი და მწვანილის გარეშე. ჯოთ მოზუნული ხინკლებია რა. დიდია. მგონი ეს ყველაზე დიდებია. მაგარი ხორცია. უნდა პახმელიისთვის არ შექმნილი. მაგარი ადგილია. უკვე დამევას. ნახოთ მიურის ხინკალი. აბა მიდი გაურისკე. მიურის რა უნდა იყოს? პახმელისა? ეს არის საპახმელიო რა. ბავშვობაში მე სარჭამდი მარტო ცომის. კი, მე ცომი უფრო მიყვარს ხინკალში. სად იყო ხორცი ვეჭაგე და შეგნით და მარტო ცომები ძალიან გემრიელად მიდიოდა. აბა რა სიტყვა? ბატონიურია? ხო რა. სასუსნავია რა ჩათვა. ეხლა ვნახოთ ეს. ეს არის ბოსნეკნები. გემრიელესია. აუ მეოთხე ობიექტია და ესე უჭამ. აიგი მაგარია.
ესე იგი წინა სამში ისაჭყავ. მაგარი ხუთი. მე არ მევასებად ზოგადად ხბოს. ავი არ მევასებ. მაგრამ რაღაცნაირად გემრიელი იყო ეს. ცხარე იყო კარგად, რა და იგი მომის. ფაფუკი ხორცი. არ გაწვალეს. მე ამებს წავიღებდი. ეს არ არის დასაკარი. საკარგი არაფერი არ არის, ეხლა მე თუ მკითხავ. აბა ქაბაბი გავსინჯობ. აუ ეს მაინტერესებს. მეც რა. აი ესე კაია. სო. მეტი არ გინდა? სოუსი. ხაუ, ნახ მოუხდება. კენწმობას ვისხავ, მაგრამ მოუხდება. ხომ მოუხდა და. აბა ჭამე. მადლობა კომენტარებში ვინც დაწერეთ ქუდაებო. გამართლა. ხაბაბი. ძალიან კაი ხაბაბია. გელაპარაკება. სულ შეძანგა. მე მგონი რომ ეს ნეკნები იქნება ტოპი რა, შეყოლაფერს ჯობია. კი, ცხარე რო არის საჭმელი, მაგრად მევასება. საკაიფო ცხარეა. ეს ზოგადად ზომიერად გემრიო. მეგრული სამზარეულო გეყვარება. მე რეგიონების მიხედვით უნდა გადავიდო რა. სამეგრელო იქნება, მაგრამ ვფიქრობ გადავანაწილო დღეები. ეხლა ჩვენ 2 დღეს ვჭამეთ. გეუბნე ერთი კვირა მიჭამია. ამის დროა ეხა. ნახოთ ქლოვანი რა იქნება. ცოტა დავშალე სპეციალურად. ვინ იღებდა პარლამენტში? გოცრიძე არის ხო ეს ესე რომ მე დავარქვი მაგას რომან 360. რომან 360 გააკეთა ჯითუ. ნუ ფლოვანი ნორმალურია, ოდნავ მარილი აკეთე. ეთქობა ესეა საჭირო, მე ხა ფლოვანაში და თორემ. ამას გამოვარჩევდი მაინც, რამე ეს ძალიან კაი იყო. ხინკალი ძალიან უწო. ხო, ფლოვანას გასუნჯა ხარ რომ არ მინდა. ხაბაბის соуსი არის ძალიან კაი. თვითონ ხაბაბ ჯობია ბევრი. соуსი? ჩემთვის. ნიანი მევასება მე. მე პირიქით. მაგიტო შეიძლება ვერ დამხარ. მე წინა ეპიზოდში დავამოღამე რომ ძალიან რომ გადაიტვირთება, ვირბინო რა. მოვინეროთ ცოტა. ხო არ ვირბინოთ. არა. აქედან ახლოს თუ არის ავირბინოთ. გუდაუში ავირბინო. კარგი ხორცი რომ იცი სად აიღება? სო რა. არა, გაკეთებაც უნდა. ეს ნეკნები ტაფაზია ხო შემჭვარი. ო, მაგიტო ეგეთი. აია 135. არა, 175. 190 იყოს, კაი. რამდენი ხარ გამოხდება? 187-ია? ჭაჭა არის პროსტა 35. ჭაჭა გვაჩუქი. მაშინ გამოვაკლებ ჭაჭა. ჭაჭა უკვე გამოვაკლო. ჭაჭა და ყავები თუ. ვინ უფრო შორს არის? აი მე პროსტა იქ მივათვალე. ჭაჭა არ მიგითვლია. მოდი ყველამ დავლიოთ, ოღონ იაგე. ჩვენ წავაგეთ გუნდიშა მოიგო და მე მგონი ყველა ეს წესები თანდათან რო შედგა. თორემ ერთი აგებდა ვარცხა. მე ყველას ვამბობ. სინაზე ვიღაცამ დამიწერა რომ არისო ეს დადიხართ და მედახიტა ვიყავით მანქანებით და დალევა არ გამოდიოდა. დალევის გარეშე ჭამაო ის გაუგიაო. აზარან დალიეთ. ოღონდ მანქანს გაუმარჯოს ახლა. აგინაგვალევია. გაუმარჯოს, აქაურობას გაუმარჯოს, კუთხე-კუთხეს გაუმარჯოს. აჰა, კუთხე-კუნჭულებზეც გადავეს. იქ კარგად მიდის ეს რამევას. თვრალი არ მინახი ხა. როსლაბა. ეგ არის, წავედით შემდეგ ობიექტზე ამასობაში შემოგვაღამდა და ერთი ობიექტი დაგვრჩა კიდე. ქორბუდაში მოვედით, რესტორანია. ამბობენ რომ გემრიელიაო, გემოვნებიანად არის გარეთ ციხე გალავანი. ქვის რესტორანია და აგურის. ალბათ ზაფხულში უფრო უკეთესი იქნება, არა გვისპირია. აი პატარა კოშკია ნახე ესე. წავით ახლა წამში შევიდეთ. მაიცა რა ძანქში. აი ბიჭო, წამყვანისკა. წამყვანისკამი, ნელა ძმა. სველია ჯითუ. კონტენტის გამო. ელდება. სოდებით ახსავს ეკალანში. ნახე აკურდღლები არის. ნახეო მაჭამეო. აუ ბავშვობაში მყავდა ძალიან ბევრი კურდღლები. ვამრავლებდი. ყველაფერს ამრავლებს. რა აქ შვენიერი ადგილია მაგისტვის რა. ხოდა ცოტა ხო არ ვირბინოთ სანამ შევჭამთ. მე წინააღმდეგი ვარ. ცოტა ხო არ ვირბინოთ. დავდგეთ. მე გადაგიღებ და თქვენ ირბინეთ. ამ ეპიზოდში არ გამოვიდა, ძალიან არასპორტული ხალხია. რა ვივარჯიშოთ ვირბინოთ, რომ ცოტა მოვინელოთ ეს. აი კიბეებია ძმავა ეს. ბიჭო, ძეს კი ის არის? აქ ჭამოთ? არა. აი ესეთი პატარა ადგილია. მე ვიცი როგორც უნდა ვქნა. 2 წინ, 1 უკან, 2 ზე, ვაიც არა, ცალცალკე. 1 2 1. ესე იგი მოვიდა აქაც ხაჭაპური იყო კახაბერში კაი აქ მოვიდა ღვინოცა გვაქვს აბა შევავსოთ ამ ღვინოზე თქვეს კაბერნე არის შვიდი სხვადასხვა ყურძენია რა იქით არის კამპოტი კიდე ეს სუნი ძმობას გქონდა ხო სუნი
კამპოტია, ეს ჯობია წამალი. ხო, აქ შევუკვეთეთ ხაჭაპური, გითხრეს რომ ძალიან კაია და ხინკალი. იხვის ტოლმა კაბაბი და მწვადი მოვა კიდე. იხვის ტოლმა მართლა მოვა? მართლა მოვა. იხვი მოიტანს. გარნირი უკვე მოვიდა, ეს არის იხვის ტოლმისთვის. აი, ხაჭაპურს გავსინჯავ და ნახავ სტრუქტურას. ყველი გადმოდის. აბა მეცეს. ესეც სახლურია. აია. იმ ხაჭაპურს დააგავს. კბილი ვინოა. ღვინოზე დახპატიჟეს. მინდა აღნიშნო რომ ყველაფერზე დახპატიჟეს აქეთ ხარეში. მადლობის მეტი არაფერი. მოდი ხინკალი დავაგემოვნოთ. ამბობენ რომ ძალიან მაგარი ხინკალი არისო. აუ, რა კაი ღვინოა. ოჰო, ეს ჯერ კაია კეთზე ბოლოს ჩავ. ცხელი იქნება ძალიან. ბოლო ობიექტმაც გაგვაკვირვა. ხინკალი გასინჯეთ ჯერ რა. მე ძალიან მომეწონა ხინკალი და ვერც ერთ ობიექტზე მინდოდა რომ ცუდი მიყო. იმიტომ რომ კაია. ძალიან კაი. რის ხინკალია? ой, საქონელი ორია შერეული, ხო. დაკეპილი ხორცდა. რანამას. ოუ, კაი ხორცია. მე ძალიან რა მიხარია, იცი, რომ აი ეს ამართლებს რა, სადაც მივდივართ. ძალიან მისწორდება ეგ. ღირს მოვა. მაყურებელი არ შემყავს მე შეცდომაში, აბა. აია. ნაკლებად მარილიანი ცომები და ეთესადით მოვა. მარტივად იჭმება. აი შეფასება, აი. მწვადი და კაბაბი და იხვის ტოლმა ნუ ჯერ კეთზე არის და თბილად შეინარჩუნებს. მე მწვადი ჩავაწყებ. მე თქვი რომ ჯითუჯი არ დანებდაო. ეს არის კარგად შემწვარი ნაკვერცხარის. აი, ნაკვერცხის გემოჩნევა და ეგ ასწორებს. მწვადის ექსპერტი გვყავს რა. არა, ბიჭო, ექსპერტი არა. როგორ არ ხარ კახელი კაცი? მწვადოლოგი ხო ხარ? აი შემწვარი და აი სირბილე და სიფაფუკა. შემიძლია უდაოდ ძალიან დღეს ყველაზე აი მწვადი არის ამ სახით მე. მწვადური სახით. ჩვენ ეზოში რაც იყო ცოტა მოსტეიკო ტიპი იყო ძალიან მომეწონა ისიც ძალიან კაია. მე ხედავ საძებელს გავუყურებ და ეს არ არის ტიპიური საძებელი, რანაირიც უნდა იყოს ცოტა სხვანაირი. ის არის ესე ჯოლო. კი ბატონო, ესე ჯოლოს საძებელი. რევანდელ ბრძოლას გამომართოს, აბა კარგად ვიბრძოლეთ ჯერჯერობით და დავიცემით და აბა, თქვენ თავადობით ყველა ბრძოლა. ყველა ქორბუდა ირემს გამომართოს. ძალიან მომეწონა. ამ ვინო შემპირნე. ხაბავს მოვაჭრი პატარა იმას. აი ეგ ხა ძალიან გემრიელი სველი თაბაჭა. აბა გამოუშვი. ის გარეშე არ ქნა. მე იხვის ტოლმა. დიახ სერ. იხვის ტოლმა. არ მინდა ხო. ეს რამე ხო არ არის, ხო ლეგალურია. ეგრე იძახია ხოლმე პიტნაო ძირითადად. აბა ნახო, თუ მოიტანა 1-3 წუთში. იხვის ტოლმა არ მაქვს დაჭა. იხვის გემო. ნუ, შეგაია. მართლა პიტნა ყოდა. ხინკალი იყო ძალიან კარგი. დაკეპილი, ძალიან გემრიელი ხინკალი იყო. განსხვავებული გემოებით იყო. კი, სხვადასხვანაირი. ხარისხი მაღალია. არ გაგიტყე, აი რო წამოხვიდე და რო შეხვავე, ხინკალზე თბილისში ხო გაქვს ეგ მომენტი, რომ ხინკლისაც მოწახვედი და არ გაგიმართლა და მაგარი სროგვაჭა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეხა აქ შეხვალ ყველგან კაია. ამ 5 ადგილას სადაც ვიყავით, კი ბატონო. არა, G2G-ს დავთვიცავარ მე. მომეწონა. იმდენად მომეწონა მწვადი რომ ხაზე არაფერზე აღარ. ვინა, რომ მოხვალთ კაბერნი გასინჯეთ არის მე. იქი ორი ვიქარი. ხო, რაღაც ძალიან დამეყვას. გოგოებსა ისწორდებათ უფრო. არა, ესე რა, რაღაცასთან ერთად. ჩიჩიებსაც მოუხდება იმის მიხედავთ, რომ მოტკბო ისა აქვს რა. ერიგულადი პურადი. გამარჯობა მურატ. არ შეიძლება ეგ სიმღერა? თუ მართ მოყვარე. ფაქტია. ეგ სიმღერა. აუ, აზზე არ არიან ესენი. სადაურები ხარ. ყვარა ისე სხვათაშორის არის იშვიათი მომღერლების აღმოჩენის. ანუ, იმიტომ რომ ესე ყავს აღმოჩენილი ალბატონს რა ერქვა რა. ზია გეცაზე. კიდე ბიჭო, რამდენი ყავს აღმოჩენილი? ნურმან წულაძე. სოსო კავკავაშვილი ეს დიზაინში. გურა მარუთინაშვილი. ვითაბა. თუ მიდი, მე რას მოვიდა. 95 ლარი. მეორადებში ხარ? მიდი აბა. 95 მეორადებში. 150. 125. შენ გითხარია თუ და აუ, ძალიან ცოტა რაღაც დავწერე. 157. უნდა გამოგვეცდომა ავწდით რა. ვერ დავითვალე მე. ამ ობიექტს გამომარჯოს, ასანაუშტრიალებთ ისე. ვერ ავახციეთ მოკლედ გუდაურამდე. მაგრამ იქით დაურში რო გითხრათ სიმართლე არ ვიცი ესე ობიექტი. ობიექტში ვიყავით. გადაკეტილია რაღაც მონაკვეთი ამ მომენტში. კობი გუდაური გადაკეტილია. აბა გამომარჯოს. მადლობა ქორბუდას დავლოცავ. ყველა. მადლობა ვიწყურებს და არხი გამოიწერეთ, G2G-ს არხი გამოიწერეთ, სამარილე ოქტოპუსი გამოიწერეთ, მავანი თავისთავად გამოიწერეთ, 200.000-ზე მალე უნდა ავიდეთ. ამიტომ წინ დიდი გზა არის. საგიმარჯოთ.
გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.